მოგესალმებით. ამ ვიდეოში გესაუბრებით თირკმლის მწვავე დაზიანებაზე, acute kidney injury. სამედიცინო ტერმინოლოგიაში მას ასევე მოიხსენებენ როგორც AKI. AKI არის თირკმლის ფუნქციის უეცარი დაქვეითება. თირკმელი ვეღარ ასრულებს თავის საქმეს, ვერ ფილტრავს სისხლს. ამას თან ახლავს სისხლში აზოტების დაგროვება, რასაც ჩვენ მოგვიანებით ვისაუბრებთ. AKI შეიძლება განვითარდეს სწრაფად რამოდენიმე საათში ან ნელა რამოდენიმე დღის მანძილზე. თირკმელებს მრავალი მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს ორგანიზმისთვის. გარდა იმისა, რომ ასუფთავებენ და ფილტრავენ სისხლს წრიული ბრუნვისას, ასევე არეგულირებენ სითხეს ორგანიზმში და აკონტროლებენ არტერიულ წნევას. თირკმელები წარმოქმნიან ჰორმონს ერითროპოეტინს, რომელიც ეხმარება სხეულს წითელი უჯრედების წარმოქმნაში და ჰორმონ D-ს, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ ვიტამინი D-ს სახით. თითოეულ თირკმელს მილიონობით გლომერულა აქვს. სწორედ გლომერულაში ხდება სისხლის გაფილტვის და შარდის გამოყოფის პროცესი. გადარჩება სითხის რა ნაწილი დაუბრუნდეს სხეულს უკან და რა გავიდეს სხეულიდან შარდის სახით. ეს სითხე გაივლის თირკმელებიდან ჩამომდინარე წყვილ სადინარებს, რომლებიც ჩაედინება შარდის ბუშტში. გამომდინარე იქიდან, თუ სად მდებარეობს პრობლემა, მწვავე უცაბედი თირკმლის დაზიანება acute kidney injury სამ ძირითად ჯგუფად იყოფა. პირველი, თირკმელამდე არსებული პრობლემა, სამედიცინო ტერმინოლოგიით ეწოდება pre-renal. მეორე, თავად თირკმელში არსებული პრობლემა, intrarenal და ბოლოს, თირკმლის შემდეგ არსებული პრობლემა, post-renal. მოდით განვიხილოთ ვრცლად. პირველი, pre-renal დაკავშირებულია თირკმლის არტერიებში სისხლის ნაკადის შემცირებასთან. გული და თირკმელები ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული. გული ტუმბავს სისხლს, რომელიც ფილტვებში ჟანგბადით მდიდრდება, შემდეგ კი ჟანგბადით გაჟერებული სისხლი ბრუნდება გულში და იქიდან მიეწოდება მთელს ორგანიზმს, მათ შორის თირკმელებსაც. გულიდან არტერიის საშუალებით თირკმელებში წუთში 1200 მილილიტრის სისხლი მიეწოდება. თირკმელი გაფილტრავს ამ სითხეს, ნაწილს უკან დააბრუნებს ცირკულაციაში, ხოლო ნაწილი გამოიყოფა სხეულიდან შარდის სახით. როდესაც თირკმელები საკმარის სისხლს ვერ იღებენ, მათი ფუნქცია ქვეითდება. მაგალითად, თუ გული ვერ ტუმბავს საკმარისი რაოდენობის სისხლს, ნებისმიერი ფაქტორი, რაც კი მოქმედებს სითხის მასის ნაკლებობაზე ცირკულაციაში, აზიანებს თირკმელს. მიზეზები შეიძლება იყოს dehydration, წყლის არასაკმარისი რაოდენობის მიღება. თუ გავითვალისწინებთ, რომ სისხლის 55% არის წყალი, პლაზმა. შესაბამისად, თუ უფრო მეტ წყალი გადის ჩვენი ორგანიზმიდან, ვიდრე ვიღებთ, უწყლოებით მცირდება სისხლის მასაც, blood volume. ასევე ძლიერი სისხლდენა. თუ პაციენტს აქვს ძლიერი შინაგანი ან გარეგანი სისხლდენა, internal or external bleeding, ორგანიზმი კარგავს დიდი რაოდენობით სისხლს. ამის შედეგად მცირდება სისხლის მოცულობა, ეცემა არტერიული წნევა. თირკმელები იღებენ ნაკლებ სისხლს, ვითარდება თირკმლის perfusion-ის შემცირება, რაც შეიძლება გადაიზარდოს pre-renal მწვავე თირკმლის დაზიანებაში. ასევე, თუ პაციენტს აქვს გულის შეტევა, გულის კუნთის ნაწილი ჟანგბადის ნაკლებობის გამო კვდება. დაზიანებული გულის კუნთი ვეღარ იკუმშება ეფექტურად. გულის ტუმბოს ფუნქცია სუსტდება, მცირდება გულის წუთმოცულობა, cardiac output. ამის შედეგად თირკმელები ნაკლები სისხლის მიღებას განიცდიან და ეს შეიძლება გახდეს pre-renal AKI-ის თირკმლის დაზიანების რისკი. გავიდეთ მეორე ჯგუფის გამომწვევ მიზეზებზე, intrarenal. Intra ნიშნავს შიგნით, ხოლო renal ნიშნავს თირკმელი, ანუ თირკმელს შიგნით არსებულ პრობლემაზე. მიზეზი არის ნებისმიერი პრობლემა, რაც პირდაპირ ზიანს აყენებს თირკმელის ქსოვილს, რაც იწვევს ნეფრონის ფუნქციის გადაგვარებას. ეს ხშირად ხდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სისხლის უჯრედების უჟანგბადოდ არსებობისას. ასევე ფრთხილად უნდა მივიღოთ გარკვეული ანტიბიოტიკები, რომელიც ითვლება ნეფროტოქსიკურად. ესენია ამინოგლაიკოსაიდის ჯგუფის ანტიბიოტიკები, რომელიც სრულდება სინზე, მაგალითად, neomycin, streptomycin, gentamicin. კიდევ ერთხელ, როდესაც იღებთ ამ ანტიბიოტიკებს, ფრთხილად უნდა იყოთ და დაეკითხოთ ექიმს თქვენი თირკმელის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ასევე დიაგნოსტიკის დროს, მაგალითად, კატის გადაღებისას გამოყენებული კონტრასტი. ეს ყველაფერი ითვლება ნეფროტოქსიკურად და რატომ? წითელი სისხლის უჯრედები, ერითროციტები 120 დღის შემდეგ ნადგურდება და ახალი წითელი სისხლის უჯრედები წარმოიქმნება. მკვდარი ერითროციტები გამოყოფს ჰემოგლობინს, რაც თირკმელში გაიფილტრება და შარდში გავა.
ნეფროტოქსიკურმა ნივთიერებებმა შესაძლოა დაახშონ საშარდე მილი და არ გაატარონ ჰემოგლობინი, რაც გამოიწვევს თირკმლის არტერიის შევიწროებას. და ბოლოს, მესამე პოსტრენალ დაზიანება. ეს არის მექანიკური ბლოკირება. შარდი ვერ გადის საშარდე ბუშტიდან და მიზეზი შეიძლება იყოს ნევროლოგიური შარდის ბუშტი, neurological bladder, neurogenic bladder, თავის ტვინის ან ნერვიული სისტემის დაზიანება, მაგალითად, ინსულტმა, ზურგის ტვინის დაზიანებამ, სხვა ნერვოლოგიურმა დაავადებმა, ისევე როგორც პროსტატა მამაკაცებში, შეიძლება გამოიწვიოს ეს მექანიკური დაბრკოლება. ამ დროს შარდის ბუშტი ნორმალურად ვერ იცლება, ვითარდება შარდის შეკავება, შარდი შეიძლება უკან დაბრუნდეს თირკმელებისკენ, შედეგად შეიძლება განვითარდეს თირკმლის მწვანე დაზიანება, AKI. სხვა დანარჩენი მიზეზი შეიძლება იყოს ასევე კენჭი, სიმსივნე, რაც გამოიწვევს თირკმლის პროგრესულ დაავადებას. ეს იყო ბაზისური მიმოხილვა თირკმლის მწვავე დაზიანებაზე, acute kidney injury, AKI. შემდეგ ვიდეოში მოგითხრობთ თირკმლის ქრონიკულ დაავადებაზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და თუ მოგეწონათ ვიდეო გთხოვთ დალაიქეთ და გააზიარეთ. გმადლობთ.